მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის მეორე გადაცემა უკვე წარმატების გზა. აქ ყველა პროფესიის ადამიანს იხილავთ აბსოლუტურად. დღეს ჩვენთან არის კორკოტა, იუთუბერი კორკოტა. ბიზნესმენი აწუბე, ხო? მადლობა. ვცდილობ, კარგად, თავად როგორ იგიხოთ? გაიხარე. რომელი საქმეები? კი გადავნეს თვალყურს. ჩემი კარგად, ღმერთის პატივით. შენიც მე მგონი რაღაცა. ჩემს ღმერთის წყალობით ნელ-ნელა. როგორც მილიონერების მაღაზიებს შეეფერება ხომ ერთი ფილიალი, მეორე, რამე იქიდან მესამე. რავი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო პერიოდში ძალიან ასე თქვათ გამარჯობა კორკოტა. კოჩა რა. ხარ კორკოტა. უშუალო მოიგითხე ჩემი ძმაკაცი გორელი გიუმისი და მონძე პატარა წარმატებები ძალიან გაუხარდა და დამაბარა რომ ჩვენი სიყვარული და დიდი სიყვარული გაიგე. აგე YouTube-ის ვიდეოს ხალხს ხელი დაუქნე მე. კორკოტა ყველა სიყვარს. აი ესეთი ჩართვებიც არის ხოლმე მეგობრებო. გაიხარე კოჩა. მეჩქარება, მაგათ მეჩქარება. აბა დავაი მეჩქარება, წავედი. გაიხარე კოჩა. ეს პატარა კაციც გაგვეცანი რომ. ეს ჩემი პატარა ძმა არის. ვინახარ შენ უთხარი ხალხს მიდი? პატარა კორკოტა. პატარა საყელი რა ქვია? პატარა კორკოტა ვარ თქვა უკვე. მე ჩემი ძმა არის და ძალიან მიყვარს. ხა ძმაო, როგორ მოხვედი იუთუბერობიდან აი აქამდე ნელ-ნელა? აი სიმართლე რო გითხრა, ეს გათვლილი და დაგეგმილი არასდროს არაფერი არ მქონია რა. ანუ არც ერთი ის ვიცი რომ ბავშვობიდან მინდოდა რომ აი იუთუბერი ყოფილიყავი და ვიდეოები გამეკეთებინა და ნუ ღმერთის წყალობით ძალიან მიხარია რომ მოვახერხე და ასე ვთქვათ ჩემი ბავშვობიდან აი ეს ოცნებად მქონდა რომ აი იუთუბერი ყოფილიყავი და ვიდეოები მეკეთებინა რა და ეხა ცოტა რაც არხი წამეშალა ცოტა мотиваცია დამეკარგა YouTube-ის ვიდეოების კეთების მხრივ, მაგრამ რამდენი 1000-ზე იყავი? 150,000 გამომწერზე ვიყავ. რო წაიშალა. ვაი, რა მაგრად ეხავს თო. მაგრამ არა უშ ახალი არხი გავაკეთე, უკვე 57,000 გამომწერზე ვარ, ზარმაცობ და ახლა საბურთალოზე ახალ ფილიალს როგორც კი გავხსნი გავმართო, მე უკვე მექნება დრო და დავბრუნდები ახალი კონტენტით, ახალი ვიდეოებით, შემართებით, ხშირ-ხშირი ვიდეოებით რა. ხო დავბრუნდებით. კი. ამის იდეა ზოგადად როგორ მოგივიდა ქაურობის? ეხლა ვარ გდანში, ზუსტად მისაბაძ. ეხლა ვარ გდანში ომარ ხიზანიშვილის 46 ნომერში. მალე ვაჟაბშაველაზე 17 ნომერშიც გაიხსნება მეორე ფილიალი და მე რეგიონშიც ვფიქრობ რომ ფილიალი გავხსნა და მოგლეთ მე YouTube-ზე თამაშობდი PUBG-ს რო თამაშობდი მე დავიწყე ფეხბურთს თამაში, იმიტომ რომ ბავშვობიდან ფეხბურთი ძალიან მიყვარს და კორკოტა რეალში ნუ ვინც OG გამომწერი ხარ გემახსოვრებად უბანში ყოველთვის თამაში ხოლმე დღემდე მე ხო იცი რა მახსოვრო ვაზარო დაამტრი ხო მაშინ პატარა ვიყავი ძმა მაშინ ცოტა სხვა ტიპი ვიყავი და ფეხბურთს რო თამაშობდი საფეხბურთო ვიდეოებს რო ვიღებდი მომივიდა აზრად რომ მეთქი ბანამ საფეხბურთო მაღაზიას გავაკეთებ თქო და ეხა საფეხბურთო ვიდეოები განახდება ძალიან მალე კარგი ამინდი გამო მეც ეხა ახალი წლის მე 100 კილო მოვიმატე და ეხა ნელ-ნელა ისევ დავაგდებ და მე კირკიტა ჩემი ძმა კაცი ჭაღაათვიანი ხო იცი აჰა კირკიტა და კორკოტა ხო მე და კი დააპირებს რომ 2-2-ზე შევეჯიბროთ ცოტა ისეთი ნათქვამია რა ანუ ვიდეო გადავიღოთ ნაკრების ძველ ფეხბურთელებთან ნაკრების ფეხბურთელებთან ზოგადად პროფესიონალებთან და ასე ვთქვათ ჩვენ ძალებს დავტესტავთ პროფესიონალებთან რა გაგვიჭირდება მაგრამ ნუ ვიდეოს აზრიც ეგაა რომ გაგვიჭირდება რა საყურებლად კარგი იქნება რა შეიძლება შევიძინო აქ რომ მოვიდე ზოგადად ან შეიძინოს ადამიანებმა კონკრეტულად დაუშვათ ხა რასაც ხედავ გარშემო მე კი ვხედავ მაგრამ შეიძლება ხალხი რავი საერთოდ ყველაფერი ბუცები შიპოკები ბურთები ფორმები და გეტრები და ანუ ფეხბურთს რა სჭირდება საერთოდ ყველაფერი გვაქვს და ეხა საბურთალოზე ბერმა მოითხოვა რომ UFC-ს პროდუქცია დაამატეთო და მინდა ყველანაირად ვეცადო რომ რაც შეიძლება ხარისხიანი UFC-ს პროდუქცია ჩამოვიტანო და პატარა კუთხესავით გავაკეთო მაღაზიაში რა. გამოვიწევთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და კომენტარით. არა ეხლა ეს ახალი არხი არის 38 გამომწერია ეს წარმატების ხო და ამ ვიდეოს მე 1000 გამომწერზე ავიყავოთ მე გადავაზიარებ ყველგან 1000 გამომწერზე ავალ. ეს ახალი არხი არის და სხვა პროფესიის ადამიანებთან ესე დავადგები ხოლმე კამერებით და აბა დაკეთეთ მეთქი რა არის როგორ არის მეთქი ვეკითხები ხოლმე. კაი, გაქურდის ამბავიც რო იყო კიდე როგორც გდანელი კაცი ვიცი მე ეს ამბავი და როგორ იყო რა იყო. მოგლეთ ბევრს ეგონა რომ მაღაზია დაკეტილი იყო და ისე გაგვიტეხეს რა. მე მეგონა გადაობა ერთად. არა ძმაო არა. მოგლეთ მაღაზია გავაღეთ. მე ცოტა მაგვიანდებოდა საბაჟოდან გამომქონდა რაღაცეები. და მესანა მოვედი და ამხდა ესეთი სიტუაცია რომ მაღაზია ჩემმა გააღეს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო გახსნას იცი რა ხდებოდა ეს გზა რასაც ყირავს სულ გადავსებული იყო დაჟე ვიდეოც მინდებს TikTok-ზე გადავსებული იყო და აქ ტევო ანუ ძალიან ბევრი ხალხი იყო ძალიან სიცხე იყო და ვერავის ვერ მიაქციეს ყურადღება და ესე აიღეს გაიტანეს
ხეებთან დატოვეს და მე მეორე შემოსვლა და შემოვიდა კიდე წაიღეს და 9000 ლარის პროდუქცია წაიღეს ჯამში და მე ვიდეო დავდეთ და 2000-ის მოიტანეს რა. მიუხედავად იმისა, რომ კამერებიც იყო და ყველაფერი იყო, მე მაინც არ გამისაჯარავებია არაფერი და ჰუმანურად მიუდექი და ბავშვები არიან და არ შეიძლება ეგრე რა. არ შეიძლება ბიჭებო ეგრე. იმიტომ რომ ვინ იცის ხო რა როგორაა გაკეთებული ვის როგორ და არა სერიოზული შრომაა ჩადებული ახლა რო უყურებ ახლა გული და სული გვაქვს ჩადებული და ეს თაროები ჩამონგრეული იყო და თაროები ახალი გასაკეთებელი გამიხდა პროდუქცია მე ახალი ჩამოსატანი გამიხდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს რა სხვისი რაც არის იმას ხელი არ უნდა მოვკიდოთ რა ანუ ეგ ძალიან მარტივია და ელემენტარულია მე მგონი რა თქმა უნდა შენ რო იუთუბერი არ ყოფილიყავ ეს მაღაზია ესე გაიქაჩებოდა და უშუალოდ ესე პოპულარული იქნებოდა რა რიცი ზოგადად ჩემი აზრით ჩემი მოგზალებული აზრით იუთუბერებისთვის და ტიკტოკერებისთვის და ადამიანებისთვის რომლებიც ხალხისთვის ნაცნობი არის რა თქმა უნდა უშედეგებით მარტივია იმიტომ რომ ყველას გამომწერი ყავს ყველას თავისი გულშემატკივარი ყავს და მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვისაც არ ყავს ის ვერ გააკეთებს იმიტომ რომ რაც კარგია და რაც კარგი ხარისხი არის და საუკეთესო არის ის აუცილებლად გაიყიდება და აუცილებლად ეყოლება თავის მომხმარებლები რა და მე მართლა ანუ ბუცებს და შიბოკებზე აი შემიძლია ვთქვა რომ აი მართლა კარგი ხარისხი მაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხი მაქვს ბევრი ვეცადე რომ გავსულიყავი ესეთ პროდუქციაზე და რო ჩამომა გვიხდი ყველაზე მეც რომ ვინმე მე ბავშვებმა ფეხბურთი ითამაშონ გემრიელად, თვილად, კვილად, ნუ ეხლა ქარხნულად ხანდახან ბრაკი ჩამოდის ხოლმე და რაღაცა რო ემართებათ ბავშვებს არ გვაქვს ხოლმე პრობლემა. გვიგეუნებიან რომ ესე და ესე მოხდაო, ანუ როგორი სიტუაცია, როგორი თემა, იცი, ეგ თუ ქარხნულად ბრაკი არის, მაშინ პირველი ოჩასმაზე რაღაცა მოუვა რა, ხო ხდები? და ბევრი შემთხვევა არ არის, ძალიან ცოტა შემთხვევა არის 2 თუ 3 და სამი ადამიანისთვის შეგვიცვლია და პრობლემა არ ყოფილა ძმაო და ჩვენთან არ ზომის მორგებაზე და საერთოდ არაფერზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს პირიქით. გულშემატკივრად ბოლომდე ხანდახან ისეთ აქციებს ვაკეთებ ხოლმე თელეჩინოაჭე ვეჭღვებიან რომ შენ თავზე რატო არ ფიქრობ და რა მე მისწორდება ბავშვებს რო უსწორებ და ფეხბურთს თამაშობენ მაგრამ მიხარია რა. ხო რა თქმა უნდა ეს ბავშვების ჯანმრთელობისთვისაც კაია და განვითარებისთვის სპორტული ცხოვრება და ასე შემდეგ და აი რა სირთულეებთან არის კიდე დაკავშირებული ეს ყველაფერი? სირთულეებთან მე ძალიან ბევრი პრობლემა შემქმნია თუნდაც საბაჟოსთან მიმართებაში და არ არის მარტივი რა რაღაცეები ჩამოტანის უფლება არ გაქვს და ნუ არის რაღაცეები რაც ყოველთვის კარგად და მწვანეზე ვერ არის ძმაო რა. აჰა. ნუ ვინც გარკვეული ამ თემებში კი მიხვდება რაზეც ვსაუბრობ რა. ესე იგი ვაჟაზე ხსნი კიდე მეორე ფილიალს ხო? კი ძმაო. და კიდე აპირებ რომ გამვითარდეს და გამვითარდეს. კი, ვაპირებ რომ პლეირუმის გავხსნა ძმაო ძალიან მალე მეორე ფილიალის გახსნა, ეგრევე დიდი პლეირუმი მინდა გავხსნა თავის კომპიუტერებით, PlayStation-ებით, ეგეთი თემა ქონდა ხო შენ? ეგეთი თემა ქონდა კი. დაიხურა ხო საბოლოოდ? კი, დაიხურა ძმაო და გაკეთდა ოღონდ სხვა სახელით და სხვაგან და მე ჩემპიონში გავაკეთებ სხვაგან სხვა სახელით. იქნება ჩემი ძმაო. ჩუმი ბიზნესმენი ხარ ესე. ჩუმი რა? ჩუმი ოლიგარქი ხარ. ეს არის კეთება. რა? რა დაიგეთება ბიჭო? ეს. ეს დაიგეთება, ეს უღია იქნება რაც. რა სამო, გდანელებს მე რა გვეშველება ესეთი მაღაზია უნდა კონდეს? იუთუბერობას და ამ ბიზნესმენობას როგორ უთავსებ ერთმანეთს? არ უშვის ერთი მეჯო მაგრად უშვის ხელს რა ზოგადად ეხა ვინც იუთუბერი არის, ვისაც YouTube-თან შეხება ქონე და ვიდეო გავუკეთება, მიხვდება რომ YouTube-ის ვიდეოს გაკეთებას ძალიან დიდი შრომა უნდა და ხასიათი უნდა და ყველაფერი უნდა რა, ასე ვთქვათ, მე თვითონ ვამონტაჟებ ხა ეს ბოლო პერიოდები და მე თვითონ ვაკეთებ და რთულია რომ ასე ვთქვათ, ორივეს ერთდროულად ისქნა რა, იმიტომ რომ მეც ხა 22 წლის ბიჭი ვარ, ახალგაზრდა ბიჭი ვარ და ხანდახან მომიწევს რომ ჩემ თავსაც დაუთმო ხოლმე დრო და მაგრამ აუცილებლად ახალგაზრდა კაცი ხარ. მე ძალიან მაგრად მინდა რომ ვიყო წარმატებული იუთუბერი და ძალიან მაგარი კონტენტი გავაკეთო და ყველაფერს ვიღონებ რომ ეგრე იყოს მომავალში 200,000 გამომწერზე მალე მინდა ავიდე რა. და რატო ის არხი რა რატო დაგასტრაიკეს თუ რა მოკლედ როგორი თემა იყო ისე ჩემს ძმაკაცს ჰქონდა უცხოური არხი რა რომელზეც უცხოური ვიდეოები ხდებოდა და მონეტიზაციით აკეთებდა თანხას რა. მონეტიზაციით როცა თანხას აკეთებ რო გაიტანო ეგ არის ცოტა ისეთი პროცედურა რა. ხო იცი რა პროცედურაა და მოკლედ ფიტას დახმარებით ვიცი. ხო, ვერ გამოქონდა ძმაო და ისე გავაკეთეთ რომ მაგისი არხი მივავით ჩემს არხზე, რომ იმის ფული ჩემი არხით გამოგვეტანა
და ისე მოხდა რომ ერთი ხო მაგარს დაედო 3 სტრაიკი იმიტომ რომ უცხოურ ვიდეოებს დებდა და წესი ეგრე აქვს YouTube-ს რომ რა არხის მეილზე რა არხებიცა მიმუნ ერთი თუ იშლება ყველა იშლება და შენიც მიყვა და ჩემიც მიყვა ძმაო და გავიწირე მოკლედ მაგრამ ღილაკი დამჭდა მეორეც მინდა ესეთ მალე ღილაკი დამჭდა ვაჟებს შაველაზეც ხომ მინდა ხალხის ცდობა არის რაც თავარია და კი გამოგიწერეს და კი მადლობა ყველას ძალიან დიდი თუთას თემაზე ვსაუბრობთ კიდე რაღაცებს ვაპირებო თუთა არის ძმაო ყველაზე უძმესი ადამიანი უპატიოსნესი ძმაო ყველაზე ალალი ადამიანი აი თუთა იმენა მიყვარხარ ძმაო მე მაქვს ესეთი მიზანი რა ნუ ცხოვრებაში თავარი მიზანი რაც ქონდა მაგას მივახცე ჩემი აზრით საქართველოს რომელ კუთხე კუნჭუშიც არ უნდა ჩავიდე ძმაო მიხარია რომ პატივსცემენ და უყვარვარ და მაფასებენ და YouTube ლიგაზე რომ მოვიდნენ ჩემები შოვლები და რო ნახეს რომ ბავშვები ჩემთან ფოტოს იღებდნენ და გახარებულები რო იყვნენ კაცი გაგვიზდიო მან მივხვდი ძმაო რომ უკვე ჩემ მიზანს მივახცე და მაქედან მოყოლებული უკვე მაყოფილი ვარ ძმაო და ეს მატერიალური შესაძლებლობები მესამე და მეოთხე ხარისხოვანია და ესეც უბრალოდ საჭირო არის თუმცა მაგის გარეშე არ გამოდის საჭირო არის კი იმიტომ რომ მინდა რომ აგერ ჩემ ძმას ჩემ და ჩემ ოჯახის წევრებს თუნდაც მე და ჩემს მომავალ თავს ყველანაირი რაც მომდება ყველანაირად კომფორტი შეუქმნა და ყველანაირად გოჩი დაუდგირა და რაც შეეხება შემდეგ მიზანს ჩვენ გქონდა ადრე მცხეთაში ძალიან მაგარი აგარაკი ძმაო მაშინ ჩემი მაღალთანამდებობაზე იყო და ნუ ეხა ყველაფერი კარგად არ მიდის ზოგადად და მოგვიწია მაგ სახლის გაყიდვა და მახსოვს მამაჩემი როგორ გულით აკეთებდა მაგ სახლს არის გზაც გააკეთა წარმოვიდგინე ესე ტრასიდან პირდაპირ კეგაჩა და გზა აიყვანა წარმოვიდგინე რა და მიზნად მაქვს რომ ცოტა ფეხზე რო დავდგები ეგ სახლი ვიყიდო ძმაო დიდი მიწა არის ბასენი ყველაფერი და თუცა წავიყვანო ძმაო იქ და აღარ იქნება სიცივეში იქნება ჩვენთან ჩვენი ოჯახის წევრი იქნება და მიხედავს რა მიწა იქნება ტონი მონტანასა ბასენში ბასენში იქნება რა იმიტომ რომ აპატიოსანი ძალიან მაგარი ადამიანია ძმაო ამდენი ხანია ვიცნობ და არასდროს ანუ რა პრობლემა ახლა ხონი თუ დამირეკოს ადამიანო ხო მაგრამ არა მან თავის მდგომარეობიდან გამომდინარე ერთხელ თხოვნით არ დაურეკავს და დაჟე რაც მიმიცია თანხა უმეტესწილად ჩემ ტელემოზე ჩაურიცხავს წარმოვიდგინე უკან მირიცხავს ხოლმე კი მინდოდა რომ გლანში გადმოგეყვანა უბრალოდ ნუ აქ რომ მოვედი აქაც ვნახე რომ ბიჭები არიან და ნუ ვერ გამოვიდო და თუთა საკადმოყვანა და ეხლა ვაჟებ შაველაზე ახალ ფილიალში ვესტები რომ კონკურენციაა დიდი გენაცვალი ყველგან ეგრე გამოდის კონკურენცია და მეხა დაბადების დღე ქონდა და რესტორანში ვიყავით და დაბადების დღე დავუხადეთ და სტორებზე ვიდეოს კომენტ ანუ ჩემი ძლიერი მხარე საერთოდ არ არის დაბადების დღეების ორგანიზება და ჩემი დაბადების დღეს არ ვფიქრობ ეხლა 14 მარტს მაქვს რა საერთოდ არ ვფიქრობ რა მოხდება როგორ მოხდება არც ვიხდი ხოლმე რა ამდიდად ის რეაქცია არ მაქვს ხოლმე ჩემ დაბადების დღეზე რა როგორც ხვებს აქვს რა ხო და მეთქი რესტორანში ტორტი იქნება მეთქი რა არ გაიშითა ტორტი რა და მოგვიწია რომ ნამცხვარში ნამცხვრით აღვეღნიშნა და კომენტარებში მიდანენ კორგოს ტორტი დაგენანაო ნუ ჰეითერები ზოგადად ბიჭო ჰეითერებზე არ არის რა რაღაცას რო წერენ ანუ ხომ და ატანო ცოტა მაგას ხო რაღაცა აზრი ხომ იდოს მაო ანუ რატო გვიყვარს რომ რაღაცა უარყოფითი დავწეროთ ანუ აი რატო ვერ ხვდი მართლა ვერ ხვდები აი რა TikTok-ზე იყო კომენტარები ხო TikTok-ზე იყო აბა წამდი როგორც მომღერალი TikTok-ზე რო შევდივარ და მღერი ხო ლაივში ძალიან შვილად გავდივარ ხო ამბლოს მაინც არის ხომ მიცუდი კომენტარები შემოდიო რომ მღერი ვარ ცუდ უფრო რაღაცა განწყობა აგიმაღლო ანუ ეგეთი ისა შევეჩვიე უკვე რომ აი ბევრი განარიო სულ აი დიდი ტორტი მიმეტანა რას დამეწედნე იცი აი დიდი ტორტი რატომ მიუტანეო სხვა ხალხსაც ხო უნდა ანუ არ ვიცი ძმაო რა უნდა გავაკეთო ისეთი რომ ანუ მე ზოგადად ადამიანია და ბევრი აზრია და ხო ხტები მე ზოგადად როგორც ვიცი ვიდეოშიც რაც ჩანს მაგრამ ვიდეოში რაც არ ჩანს ბევრს იკეთებს აკეთებ რა ყოველ შემთხვევაში რაც ვიცი და მე უხერხულება მართლა ძალიან მე უხერხულება ყოველთვის ვიდეოში გამოჩენა და ეხა ეს ბოლო პერიოდი კომენტარებში მიწერენ რომ კორკო თუთა დაივიწყე ბიჭო ყოველ მისვლაზე და ყოველ რაღაც პატივისცემაზე ხო არ გადავიღებ კამერი და ხო არ დავდებ რომ აი მეგობრებო თუთას დავიყვანე ანუ არ არის ეგრე მე გამოიწვა შენი წონე თავს მაგეთი რა ხო და იქაც ვიდეოებს ვაკეთებდით იმიტომ რომ ქსიამოვნებდა და ხალისობდით და ვერთობოდით რა და იქ არასდროს არ აღდა თუთას პატივისცემა და როცა მოხვდები მე მაკეთ ეგრევე ყოველთვის მივდივარ და ვნახულობ და გულში ვიხუტებ და რა შემიძლია პატივისცემ რა და რა ვიცი
რა გითხრათ, რით გაგახაროთ? სხვა? ისე ერთი პატარა ვიდეო თუთასანაც ჩავწეროთ თქვენ. მაგარი კაცია, სიამოვნებით გავიცნობ ახლოდან. ოცნება ქონდა რომ ლისის ტრასაზე ეკარტავა იმით, ნივით, მექანიკით. ხო. აუსრული. და ნახე ვიდეო. კი, შენ იმაზე პერიოდულად რაღაცა ადრე უფრო თუთა როგორი კაცი? მაგარი. კაი, გორკოთ. მე მინდა რომ მადლობა გადაგიხადო ძმაო. მადლობა ძმაო რომ მოხვედი. მე მგონი რომ საინტერესოდ ვისაუბრეთ. ყარა სპეციალისტ ფორმა გაქვს? მე არა. ყველა ჩვენ გექნება ძმაო კორნერისგან საჩუქრად. ხო, მაშინ უნდა გამოვაჩინოთ აქ რაზეა საუბარი. გამოვაჩინოთ. შენ აზომა გინდა? მე რა იქ შენ XXL-ი? 17XL-ი. მეგონი შენი ზომა 2XL-ი გვაქვს მაქსიმალური. ხო რა, გადავიცემ სულაც დავდებ ბოლო. თუ შენ მაგას იზავ, მე გავათამაშებ გამომწერებში. მოდი. ხო, გავათამაშოთ ყარას ფორმა გამომწერებში. ხო, იმიტომ რომ მე არ 2XL-ამდე ყველა ზომა გვაქვს, მაგრამ თორნიკე იმხელაანი. ხო, მე არ მომერგებოდა გამომწერებში გავათამაშე. ანუ წონანზე კი არა, იმ სიმაღლე არის, ვერ ფიზიკურად სიმღერას კალათბურთი ეთამაშა. წარმატების გზა. კომენტარებში დაუწერეთ, მეგობრებო, თორნიკე კალათბურთი ითამაშა. კალათბურთს თამაშობდი ხო ბავშვობაში, მაგრამ კაი, მოკლედ წინასწარ გილოცავ დაბადების დღეს. ეხლა 14 არა 14-ში მაქვს, ეხლა რო თქვა მე მაისში მაქვს. ო, შენ 14-ში გაქვს? არა, მე მაქვს 21 მაისს, მაგრამ რახან მარტი მე 14-ში. დაიწყო რომელ 14-ს? შენ 11 თებერვალს ქონდა, ეხლა ქონდა. ხო და მოდი აბა ვაჩვენოთ მაშინ ეხლა ხალხს რომელ მაისურზეა საუბარი. ესეთ მაისურზე არის საუბარი, ყვარას თავისი შორტით რა და ვინც მოიგებს, თავის ზომა გვითხრას და თავის ზომა გვითხრას და იმ ზომას გაუგზავნით რა ეხლა მე რო შენ რაღაც ზომა გაგატავონ და მოიგოს და თვითონ არ მოიგოს ხო ხვდები რა და რაჯექი მოვა პირდაპირ მაღაზიაში ჩვენთან მოდი ესე გავაკეთოთ რა ვინც მოიგებს ერთად მოვდივართ და გადავიღებთ რომ გადაეცემა მაისური შორტი რაც არის როგორც არის და რანაც არის ეგ ამბავი გავაკეთოთ კი ბატონო მადლობა თოკო რომ მოხვედი როგორც თურე წარმატებებს გისურვებ ძმაო წვალობს შრომობს მართლა მე რაც უყურებ და შენთან ავარ ძმაო ერთმა ხელი მოგემართოს მეც ყველანაირად ითაჩემილია არხი გამოიწერეთ ვიდეო დაალაიქეთ შეთუთხარი მედი არხი გამოიწერეთ არხი გამოიწერეთ ვიდეო და არახი დროებით მეგობრებო